which has seen so much misery and death. There is a new government that will hopefully succeed in stabilizing the country and keeping peace. That's what we want to see in Syria. They've had their share of travesty, war, killing, many years. That's why my administration has already taken the first steps toward restoring normal relations between the United States and Syria for the first time in more than a decade. And I'm very pleased to announce that Secretary Marco Rubio will be meeting with the new Syrian foreign minister in Turkey later this week. And very importantly, after discussing the situation in Syria with the Crown Prince, your Crown Prince, and also with President Erdogan of Turkey, who called me the other day and asked for a very similar thing, among others, and friends of mine, people that I have a lot of respect for in the Middle East, I will be ordering the cessation of sanctions against Syria in order to give them a chance at greatness. Oh, what I do for the Crown Prince. The sanctions were brutal and crippling and served as an important function, nevertheless, at the time. But now it's their time to shine. It's their time to shine. We're taking them all off, and they're going to have, I think they're going to have, based on the people and the spirit and everything else that I'm hearing about. ანუ ტექსტი იყო ეგეთი, რომ სირიასო, რომელშიც ცუდიომი ქონდა, ცუდიომი ბევრი ხოცეს მაგათ ერთმანეთი, ანუ გეგონება ამათი ჯარი იქ არისო ისლამური სახელმწიფოს გაძლიერებაში სერიოზული წვლილი არ შეიტანა იმან, რომ ავითი ამათმა ხელისუფლებამ ეგრეთ წოდებული არაბული გაზაფხული. მაგრამ ეგ რაღაც სირიელები ერთმანეთი და გაგიჟდნენ. სირიელები გაგიჟდნენ და პროსტა ერთმანეთი ხოცეს, არაფერი. ამერიკა რა შუაშია? იქ ბაზა კი აქვს და იქ რაღაც. აი, მოდი დარგმნას და. ხო, მე მაპატიეთ ჩემი ესა რა ქვია, გაჭრა, თარგმანს უბრუნდები, ხო? და სირიელებმა იქ ერთმანეთი ხოცესო და მაგრამ ეხლა ახალი fresh new government-ი ან მმართველობა ყავთ. თუ აი, ბოდიში, მე მაინც უნდა ჩავამატო ჩემი ორი კაპიკი, რომ აი $10 მილიონი რო ქონდა ამათ დაწესებული, რომ ერთ-ერთი ტოპ ტერორისტი იყო, აი ეგ fresh new government ყავთო და ეხლა მეო გავეცი განკარგუნება, რომ ჩვენი სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მარკო რუბიო მაგათ საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდებაო და მე გადატვირთავს და მე თქვენ პრინცთან საუბარშიო გადავწყვიტე, რომ მოუხსნა სანქციები, ძალიან ცუდი სანქციები და მძიმე სანქციები იყო სირიაზე, მაგრამ ეხლა მოვიდა დრო, რომ მათ იბრწყინონ და ანუ სირიას სანქციები მოეხსნებაო და იქ არის მკუხარი აპლოდისმენტები რა მთელი მთელი არაბული სამყარო ტარსუკლავს და ეს უყურებს რა და რას არ ვაკეთებ თქვენი პრინცისთვის რა აი ნუ ისე აი მაგალითად რა არის არანტინო მაგალითად ესე ვერ გადაიღებდა ამას აი ვერც გაირიჩეს და ვერც არანტინო ესე ვერ გადაიღებდა ფილმში ვერაფერს. მოდი საიდან დავიწყოთ? იცი? ამერიკის პრეზიდენტი დგას და პრინც პრინც უკეთებს იმას, რომ მოუხსნა სანქციები თან ახალ მთავრობაზე ლაპარაკობს, რომელიც მანამდე ტერორისტი იყო. რომელიც
თვითონაც თავისი ბრალიც იყო ის ომი და ილაპარაკა ისე რომ აი ნუ რა საშინელებაა ეს ომი ზოგადად აი ძალიან საშინელება ხდება ხოლმე და ნუ ეს უნდა დამთავრდეს და მოუხსნეს სანქციები და აი ამ სიტუაციაში აი ამ სურათს რო უყურებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ამერიკის იმედზე აი რამე გვეშველება საერთოდ მე უკვე როგორში არასრული სურათი იყო მან რა აკლია იცი აი იქ ვიღაცა $10 მილიონ შეფოსებული თავი რო იყო ტერორისტის აი თავიდან როგორ იცი ვიღაცას ბუკვალურად თავი რომ მოეხერხა და ამერიკის საელჩოში რომ მიეტანა $10 მილიონ გაატანდნენ კეისით ეგ ტიპი ეხა კაი კაცი ხარ შენ კაი კაცი ხარ მოგიხსნეს სანქციებს და ქართულ ოცნებას დაადო სანქციები და ამ დროს ჩვენ რა ამერიკა ჩვენ გვერდით არის სხვათა შორის აი მე პოსტი დავწერე მაგაზე რა ვიცი და ეგეთი ის გამოვიყენე მაგალითი რომ ამერიკელები კაცო მოელაპარაკებიან რა ვიცი კაცი ჭამიებს კანიბალებს ტერორისტებს, ომის დამნაშავეებს, ნებისმიერს მოელაპარაკებენ, თუ ისინი არ არიან მათი ვასალი. აი შენ თუ ამერიკის ვასალი ხარ, ერთი ყველას მოელაპარაკებიან სუსტების და ჩმორების უკაცრავს არავინ უბრალოდ დავაზუსტებ. სურა შენ, ხო. პირადად შენ. ხო. ამერიკის უმაღლესი სანქციების ქვეშ ხო არ ახარ შემთხვევით. აი ამერიკის სანქცია რაც არსებობს. მერე ხო ანუ რავი აი სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩემზე თქვა რომ მე ვარ საფრთხე აი უყურე ეხლა რასაც ჩვენ უყურეთ მან ხო შენ მაგადზე ყველაზე უფრო ცუდი ადამიანი ანუ მაიცა ერთი აი შენ რა გაკეთე გაკეთებული მე მაგ კუთხით არ შევიდე ერთი წამი მაიც ანუ მართლა ერთი წამი ხე მადლობა ანუ ნახე სირიაში არის ვიღაცა ტიპი, რომელმაც აი რამდენიმე თვის წინ ეთნიკური წმენდა და გენოციდი მოაწყო იქ. კი. მაგრამ მე რაღაცა გავაკეთე მაგაზე უარესი, ხო? კი. ეგრე გამოდის, მე სხვა ახსნას. კი, მაგაზე. იმიტომ რომ შენ რა გააკეთე გეტო. ხო, ეგ ეთნიკურ წმენდას აწყობდა რელიგიური ნიშნით. და შენ ადამიანებს შეუტიე მათი სექსუალური ორიენტაციის გამოხატვის უფლების ნიშნით. და ეგ უარესია. კი, მაგრამ მომისმენე. ეგ ამერიკელი ვაჟბატონი რას უშვება მაგ სექსუალურ უმცირესობებს? მე როგორც ვიცი, პანჯრიდან დასახულება. აი მე მივხვდი რა შესაძლოა. ანუ შენ ხა ანუ მან რა როგორ დადგა საჭირო ხა დამასკოში ანუ გეიპარად ჩაატარებენ ეგენი თუ რა ხდება ვერ გავიგე ანუ ხო ეგენი ბეზის გადაასხავენ ხა ჩვეულებრივად და ანუ ეგეთი ხალხი მოვიდა სირიაში ანუ სირიაში და აქ საუდის არაბეთში იჯდა ვისაც აჩუქას მოდი რა მოდი აქ რას არ გავაკეთებ და მან აღრჩობეს ჩვენ პროსტა აქცია ჩავატარეთ და გეიაღლუმი არ გავატარეთ ანუ რა გავაკეთეთ აი საქართველოს უბედურებას ავხსნი რა აი საქართველოს უბედურებას ავხსნი სინამდვილე ხო რა არის იცი იქ იმათმა მართლა გენოციდები ხო ატარებს კი მაგრამ იქაური ვინც არის ხო ისინი ერთმანეთის წინააღმდეგ კი არ გარბიან ამერიკასთან და კი არ თხოვენ რომ ამას სანქციები დააწესო და საქართველოში რა ხდება იცი იმის შენ სანქციები მაგითო დაგიწესეს რომ ქართველები გაექანენ ვიღაცეები ანუ და სანქციები დაადეთ აი ხო ეგ ხდება ეს სინამდვილე ხო ეგ ნახე მან რა ხდება ვიღაცა ქართველები გაექანენ და ვერ იქიდან ნუ აი რა ვიცი რომელიც დავადო აბა მითხარი და აი რა ვიცი 100-ები დაეპნა ვიღაცას და აი ვიღაცა სიებს მან კიდე რა მე რა მაინტერესებდა იცი ბიჭო ექსია ხო ეხა ვერ იქნებოდა ეხა იმათ ვერ მიუტანდი რაღაც 10,000 ქართველის სიას ხო ეგ იტყოდნენ რომ აი რაღაცა რაღაც ნუ ავი 40 კაცი ან 30 მაშინ ჩვენ რო დაგვადეს სუ მე კოკას და 4 კაცი და იმათ ანუ ტიპებს ხეს აი 4-ის ადგილი გვაქვს ძმაო და აი ისე როგორ იყო აი კაი აი ორი ოცნების პოლიციელი ჩვენ რო თავში დუბინკას გიტყო და ორი ესენი აი რანაირი ზიზღი აქვს ხა პროდასალურ ფლანგს ჩვენზე რომ მიხვდე მაგეთი ეგ კარგად ირკვევა რომ აი
რაღაცა ხوارი ჩამოთქე პირველ რიგში მოკალით აი ეგეთი რაღაცა ისა აქეთ ყოფა რა იქა პლანკს ჩამონათვალი და აი ამათ მიხედეთ ამერიკა ოღონდ მე ერთხელ კიდევ ერთხელ აი დავაზუსტებ რა ხალხო ყველაფერი მესმის გასაგებია ეს ამერიკის ხაზინამ რომ ჩვენზე თქვა რომ არაფერი უბრალოდ რა ერთი პრობლემა არის რა აი ჩემ ცხოვრებაზე ეგ არასახულა არანაირად, იმიტომ რომ არაფერი ამერიკაში არ მაქვს, არც მქონდა და არც მექნება მით უმეტეს ეხლა მაგიდან გამომდინარე. არ ვიცი ხა ამერიკაში თუ წავიდოდი რა გრანდ კანიონის სანახავად ბაზარი არა წავიდოდი, მაგრამ გადავიტან. რავი, რა ვქნა. მეტი რაღაცა სხვა მოტივი და ბიჭო, აი მან მართლა კითხვა არის ამ ქართველი მედასავლეთებით, მაგრამ გავიგე რომ აი თქვენთვის რაღაცა ეს ალტინფო ეგეთი ის არის, მაგრამ მან კითხვები არ გიჩნდებათ მართლა რომ აი კაი მე მაგნიცკის სიაში ვარ და იქ საერთაშორისო ტერორისტ სანქციები მოუხსნეს და აი რამე კითხვები არ ჩდება თქვენ ტვინში რატო მოვედაოთ კაცო აი ამერიკა რა ამერიკა ჯიგარია და ავანებოთ თავი ჩვენ რატო ფიქრობთ საერთოდ ამე რატო ვაძლევთ ჩვენ თავს უფლებას ამერიკაზე ფიქრს ცუდი რო წარმოვიდგინოთ მე მგონი ვაფშე ამერიკაზე ცუდის ფიქრი კი არა ამერიკაზე ვაფშე ფიქრი არ შეიძლება ამერიკაზე ფიქრი არ შეიძლება ამერიკა გვეტყვის თვითონ გვეტყვის და საერთოდ რა ხო რაღაცა მაგალითად რელიგიები როგორ უდგებიან იცი რელიგიებში რაღაცა დოგმები კი არის მოცემული, მაგრამ მაგ დოგმებზე ფიქრი შეიძლება. აი მაგალითად ქრისტიანობაში რაღაცა დოგმატები ხო არის, მაგალითად სამების დოგმატი და რაღაცა. მაგრამ მაგაზე ფიქრი და აი ფიქრი რომ ეს ნეტა რატო არის დაშვებულია და აი ტოტალიტარულ სექტებში, აი ვიღაცა ტიპიროზის და რაღაცა ხალხს რო დააშტერებს ხოლმე რა, აი ტოტალიტარულ სექტებში ფიქრი რაღაც თემებზე არის აკრძალული. და პროდასავლელობა სინამდვილეში დაჟე რელიგიაც კი არ არის ტოტალიტარული სექტა არის ჩვეულებრივ. კი და მე ამერიკაზე ფიქრი აი ხა ეს ფაქტი რაც რა ვიდეოც ვაჩვენეთ ეს არის ძალიან საინტერესო საქართველოს მოსახლეობისთვის. ეს არის სინამდვილეში საქართველოს პოლიტიკას რამე ხო უნდა ეშველოს. აი თუ კი რამით უნდა დავიწყოთ შველა გუმარებს იმაში რომ აი ჩვენ ქვეყანაზე პასუხისმგებლობის აღება დავიწყოთ ჩვენ, ხო? და ეს რაღაცა სხვა ქვეყნის საელჩოების იმედად აღარ ვიყოთ. ეგ ხო არის შველისკენ გადადგმულა ბიჭო. ეხა ამ სურათს რო ვუყურებთ, რომ სირიას სანქციები მოუხსნეს, თან ასეთი ტექსტით ამერიკის მხრიდან, ხო? მაგითი დასკვნების გაკეთება ხო უნდა მოვახერხოთ რაღაცა მიმართულებით. აი რაღაცა წინ ნაბიჯი ხო უნდა გადავდგათ და თუ ვერ ვდგავთ და თუ ვერ ვახერხებთ მაგას. ეგეც საინტერესოა რომ ვიცოდეთ, იმიტომ რომ მაგითიც გავიგებთ, აბა მაშინ ესე იგი რა უნდა ვაკეთო? თუ ჩვენი ირონია, სარკაზმი და ასე თქვათ, ესეთი იბრძოლება ვინმე ვერ გაიგო, უფრო პრიმიტიულად ვხეჭავ. ხალხო, ამერიკა თუ ეხა ვიღაცას ეუბნება, რომ რა კაი ტერორისტი კაცი ყოფილხარ შენ კაცო, მოდი აგერ სირია შენ მართე და სანქციებს მოგიხსნი. ეგ ნიშნავს, რომ არანაირი სტანდარტი არ არსებობს. ადამიანის უფლებების თავზეც გავიარე, აქ ვისაც მაგისი გჯერათ ხართ ლოხები და არაფერი საერთაშორისო პოლიტიკაში არ წყდება იმ ღირებულებებით, რომლისიც თქვენ გჯერათ. ყველაფერი წყდება გამორჩენით ან პირადი სარგებლით, ან სახელმწიფოებრივი სარგებლით. ჯობია რომ ორივე ემთხვეოდეს. და ვიღაცას თუ გონიათ, რომ თქვენი ლამაზი თვალების და რუსთაველის გამზირზე აფრიალებული ევროკავშირის დროშის გამო საქართველოს თავზე ჰერკულესები გადაიფრენენ და Navy Seals Team 6 დესანტი გადმოსხდება კანცელარიაზე და კობახიძეს headshots დაადებენ, თქვენი წარმოდგენები არის უკიდურესად კრეტინული, იმიტომ რომ ამერიკას თქვენს კიდი ხართ. და ვაფშე საქართველოს კიდია. აი ეგ არის მოკლე შეფასება, ამაზე დეტალურად რანაირად დავხსნა მე აღარ ვიცი.